ლეგენდარული ბონიემი და სხვა ცნობილი მუსიკოსები ბათუმური პუბლიკისთვის 80-იანი წლების ჰიტებს 3 საათის განმავლობაში ასრულებდნენ. ჯორჯია სამერფესტის პირველი დღე საოცრებათა მოედანზე უამრავი მელომანი შეიკრიბა. დღევანდელი დღეც საღამოს 80-იანი წლების ჰიტებს დაეთმობა უკვე ხვალკე იგივე ადგილას და იმავე დროს საყვარელი მელოდიების მოსმენა ქართული და რუსული ესტრადის მოყვარულებს შეეძლებათ. ზღვისპირა ქალაქი ტრადიციულად ჯორჯია სამარფესტს მასპინძლობს კონცერტზე შეკრებილებს ბათუმის მერი მიესალმა, ხოლო ფესტივალი ანრი ჯოხაძემ სიმღერით ბათუმს ქათქათას გახსნა. საოცრებათა მოედანზე მაყურებლის წინაშე მომღერალი ძველი და ახალი სიმღერებით წარსდგა. პირველ რიგში მე რაც მომეწონა ეს არის რომ ახალგაზრდებმა ეს სიმღერები იციან. პრინციპში მეც ვიცი ყველა ეს სიმღერა რაც აქ შესრულდა, მაგრამ რატომღაც შემსრულებლები ფაქტობრივად პირველად ნახე. ხები ძალიან პოპულარული ჰიტებია, მაგრამ რატომღაც არ ვიცით ვინ ასრულებდა. სახელები ბონიემი ვიცი თავისთავად. ფესტივალის პირველი დღე ზღვისპირა პარკში გვიან ღამემდე გაგრძელდა. მსმენელის წინაშე ჯგუფი ჯოი, ბაქარა ერაფშენი, ოტავანი, სანდრა არაბესკი და უკრაინელი მომღერალი ივანა მელაია წარსდგნენ. კონცერტის ძირითადი ნაწილი 80-იანი წლების მუსიკას დაეთმო. საქართველოში პირველად ვარ. შემიძლია ვთქვა, რომ დარჩენის სურვილიც კი გაგვიჩნდა. სცენაზე ყოფნის დროს მსმენელისგან არაჩვეულებრივი მუხტი მოდიოდა. იმედი მაქვს საქართველოში კვლავ დავბრუნდებით და ქართველი მსმენელის წინაშე ისევ ვიმღერებთ. საღამოს კულმინაცია ლეგენდარული ჯგუფის ბონიემის გამოჩენა იყო, რომელიც წლევანდელ ფესტივალზე 3 ახალი წევრით წარსდგა. მე-20 საუკუნის ერთ-ერთმა საუკეთესო ჯგუფმა მელომანებისთვის ყველა ის სიმღერა შეასრულა, რითაც მათ დიდი აღიარება მოიპოვეს და რის გამოც მაყურებლებმა მისი სოლისტები ასე შეიყვარა. ბედნიერი ვარო, ესეთი რაღაც მოხდა ბათუმში და სასურველი იქნება თუ შემდეგში კონტინგენტი უფრო ბევრი იქნება, უფრო მეტი ადამიანი იქნება და ის ენერგია რაც მომღერლებისგან გამოდის, უფრო მეტი ადამიანი გაიზიარებს. ახალი ინტერპრეტაციით აშხერებული ცნობილი ჰიტები მუსიკის მოყვარულებისთვის სასიამოვნო სიურპრიზი აღმოჩნდა. სცენაზე შემსრულებლების გამოსვლას ოვაციების გარეშე არ ჩაუვლია. გუშინდელმა საღამომ ბათუმური პუბლიკის ნაწილს ბავშვობა, ზოგიერთ კი ახალგაზრდობის პერიოდი გაახსენა. ჩემი ბავშვობა გამახსენი ახალგაზრდობა უბრალოდ ძალიან კარგია. მადლობა ორგანიზატორებს. ძალიან კარგია. ფესტივალის მეორე დღეც 80-90-იანი წლების მუსიკას დაეთმობა. ხვალ მაყურებლის წინაშე ქართული და რუსული ესტრადის ვარსკვლავები წარსდგებიან. ფესტივალის დასკვნის დღეს კი თანამედროვე მუსიკალური ნომრები აშღრდება. ჯორჯია სამარფესტი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის პატრონაჟით ტარდება.